ეხლა ვიყურებით ტაოში, კერძოდ იშხანის ეკლესიაში. იგი თარიღდება მე-7 საუკუნეში. აი ნახეთ. ეს ჩვენი ისტორია, ეს ჩვენი სამშობლო, ეს ჩვენი ყველაფერი. ძალიან მაგარი ბუნება არის. რომ ამოდიხარ, აქაც კარგი ბუნება გვხვდება. უსასრულო გზები, საოცნებო მთები, სამშობლოში ერთდება. ჩაძე დედის ხელი, სუფრას ღვინო შველის, თვალზე ცრემლი მედება. დღესაც შენზე ვფიქრობ, გულშორიდან იმ ოლთის წყლის იქეთა ნაწილი არის იმიერტაო, აქეთა ნაწილი არის ამიერტაო. ჩვენ ახლა ვართ ამიერტაოში, სოფელ იშხანში. აქ მაჰმადიანი ქართველები ცხოვრობდნენ, თუმცა დღეს არც ქართული ენა იცაქვენ, არც ქართული ცნობიერება აღარ არის. ეს ეკლესია არის ერთადერთი ეკლესია ტაოში, რომელიც მე-7 საუკუნის თარიღია. ყველასწორად დანარჩენი ჩვენ რას ვნახეთ მე-10 საუკუნისა. ეს არის მე-7 საუკუნის ეკლესია. აშენებული არის ეპისკოპოს ნერსესის მიერ. ამიტომ სომხები თვლიან რომ ეს არის სომხურიო, მაგრამ თქვენ ალბათ ნახეთ ქართული ასომთავრული წარწერები. მოგვიანებით საბა იშხნელის გრიგო ხანძთელის დავალებით საბა იშხნელმა აღადგინა ტაძარი, პრაქტიკულად ხელახლა ააშენეს. ტაძარი არაბთა ბატონობის პერიოდში ტაძარი საკმაოდ დაზარალდა და მე-10 საუკუნეში კვლავ აღადგინეს. მშენებელი იყო იოანე მორჩაის ძე. იქ ასომთავრული წარწერები ამის შესახებ გვაძლევენ ინფორმაციას. ეს ტაძარიც არის ჯვარ-გუმბათოვანი. ამ ტაძარში იყო მეჩეთი. შესაბამისად, შედარებით უფრო შემონახული იყო, თუმცა სანამ ამ აღდგენის პერიოდს დაიწყებდნენ, საკმაოდ უკვე შელახული იყო ეს ტაძარი, ნაწილი სახურავისა ჩამონგრეული იყო იქ და ასე. ეს არის სიდიდით ერთ-ერთი დიდი კოშკის და ხახულის შემდეგ უფრო თავისი მოწყვლობით გრანდიოზობით ეს არის უდიდესი ეკლესია, რომელიც ასევე არის ჯვარ-გუმბათოვანი და არის როგორც წინ მითხარით ოშკის არქიტექტურული სტილის შენობა, ოშკის არქიტექტურული სტილის შენობა. Cool.